ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მოგესალმებით, მაღაზია ეხსელი კალიბრის ფილიალიდან, რომელიც მდებარეობს ლეხ კაჩინსკის 20 ნომერში, იგივე შავი ზღვის ქუჩა, ხო? ხო, მაგრამ Google-ში როგორც წესი ისერჩება ძალიან კარგად ლეხ კაჩინსკის 20 ნომერი. ძალიან ადვილი არის. მეგობრებო, მოგესალმებით პატივისცემით და დღეს მინდა შემოგთავაზოთ მე რა ფრედის უნდა შემოგთავაზოს ერთ-ერთი მაღალ ბიუჯეტიანი ტოპი, ისევ ვინაიდან წინა გადაცემაზე თქვენ გქონდათ კომენტარები ისეთი საინტერესო გაკეთებული, რომ ვიფიქრეთ, რომ კიდევ ერთხელ რატომაც არა. რატომაც არა. ახალი წლები მოდის, გვიახლოვდება ახალი წლები და იცოდეთ ერთი ესეთი საინტერესო რამე, რომ Croco Shop G გვთავაზობს ძალიან კარგ საშუალებას იმისათვის, რომ ვიმეგობროთ მასთან. ჩვენი მეგობარი Croco Shop. ჩვენი მეგობარი, აი სადღაც აქვე გამოვა სია, ვინ მოიგო 50 ლარიანი ვაუჩერი და ძალიან გთხოვთ შეგვეხმია ეს წინა გადაცემაზე გთხოვეთ და ზოგიერთს დაგავიწყდათ. ასე რომ გელოდებით. ეს ონლაინ მაღაზიაა, სადაც ყველაფრის შეძენა შეძლებთ. აქ ფართო არჩევანია: ტექნიკა, სახლი, ეზო, დეკორი, მშენებლობა და რემონტი, სპორტი, მოგზაურობა, სოფლის მეურნეობა, ბავშვთა სამყარო, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მოკლედ, არჩევანი დიდია. პირადში შეგვეხმიანეთ. კარგი, მოდი გავაგზავნოთ და დღეს რას განვიხილავთ? რატომ მაინც და მაინც იტალიური? ჩამჭრელი კითხვა იყო, თუ გინდა სხვა შეგეკითხა. რატომ მაინც და მაინც იტალიური და იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებელი ძალიან განებივრებულია იტალიური წარმოების სანადირო ტოპებით. ეს ბიუჯეტურები, მაღალ ბიუჯეტურები, გვაქვს ჩვენ ურთიერთობა იტალიასთან და მეტნაკლებად ვიცნობთ იტალიური წარმოების სანადირო გლურული ტოპებს. ქართველებს ზოგადად გვიყვარს ხო იტალიური ნაწარმი. სანადიროსაც და გლურულიასაც, იმიტომ რომ ეს ქვეყანა და ზოგადად იტალიური მწარმოებლები თავაზობენ მაღალი კლასისა და კარგად დაბალანსებული ხარისხსა და ფასს შორის, კარგად დაბალანსებული სანადირო იარაღებს. ეხლა ფასს რაც შეეხება, მასეც ნუ იტყვი რა, ეხლა ამას ისეთი ფასი აქვს, როგორც წინა გადაცემაში. იმიტომ რომ ეს მაღალ ბიუჯეტური როგორც წინა გადაცემაში ვიძახდი, ერთი დამხმარე ადამიანი თან უნდა მოყვებოდეს. უნდა მოყვებოდეს, მაგრამ გაითვალისწინე ისიც, რომ ამ თავს მოყვება ესეთი აქსესუარები, რომ ზოგიერთი სანადირო ტოპის ფასებიც ის. მართლა? რა აქვს ამისთან? სეკრეტია, მე რეგეტო. არ გადაახვიოთ მეგობრებო, დარჩით ჩვენთან, ნახავთ საინტერესო რამეს. თქვენ წინაშეა ისევ და ისევ ლეგენდარული ბერეტა, ეს არის გიგანტი მონსტრი კონცერნი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ისეთ გიგანტ წარმომადგენლებს. შეიძლება აქეთკენ რომ მოვწიოთ ცოტა რომ მოვწიოთ საზოგადოება კარგად ხედავდეს. ვერ ხედავე? არ ვიცი. აი ამას ქვია ბერეტა გამოაცურაო. ბერეტა გააცურაო. ჩვენ მოახერხეთ ეს მარტო სოფლიოში. ხო და მას ვსაუბრობდი, რომ ეს უდიდესი კონცერნია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ისეთ გიგანტ წარმოებლებს, როგორც არის ჩეზე, ბენელი და ასე შემდეგ, ბევრი, ძალიან ბევრი წარმოებლებია, რომლებსაც აქვთ თავისუფალი ანუ თავისუფლად აწარმოებენ თავიანთი მარკის ქვეშ იარაღებს, მაგრამ ბერეტას კონცერნში მოიაზრებენ, ბერეტას კუთვნილება ასე ვთქვათ რა. მართლა. კი. ეგრეა. ბევრი ახლა აღარ ჩამოვთვლი ყველას რა. რო არ ჩამოვთვალო, ის პირები ნაკლებია, ვიდრე რო ჩამოვთვალო, ასე რომ წარმოგიდგენთ მოდელს, რომელსაც ქვია Beretta 687 Diamond, 12 კალიბრშია ეს ტოპი, სპორტინგისთვის გათვლილი მოდელია. ფალშდაფებითაა როგორც შეამჩნიეთ და მანქანური გრავირება ძალიან ლამაზად გამოიყურება. მაღალი კლასის კონდახით არის აღჭურვილი. სამიზენ თამასა როგორც სპორტულ ტოპებს შეეფერებათ არის 8 მმ-იანი ყოველთვის ძილზე. აი ეგ მინდოდა მეკითხა, საიდან ვიგებთ მაგ ინფორმაციას, რომ სპორტული იარაღია თქო რა და მე შენ კიდევ საერთოდ მოსკოვი მხი. მეტი აბა ზედვია სერიალულებს.
რაოდენი გასაკვირიც არ უნდა იყოს. კი. ნუ სანადირო ლულებს რა მაგარი რაღაცა ეწია, წონაც როა წერია. კი, ლულებს ფოტოშოპს მინიჭდა. მაღალი კლასის სოფლებზე ფოტოშოპს ლულებს წონაც არის მისდებული და ეს წონაც წინა გადაცემაში ტრადიციაზე ვისაუბრეთ, ის ორი ტოპი რო კეთდებოდა და ლურდები. და ეს ტრადიციაც მოდის საიდან იცი, მალე ძვირფას სანადირო ტოპებში ლულის წონა გერმანელები და ინგლისელები მიუთითებდნენ იტალიელებს ფოტოშოპს, მიუთითებდნენ წონას. იტალიელები ნაკლებად, მაგრამ ახლა შემოიღო. წონის მითება საჭიროა იმისთვის, რომ შემდეგი ჩარევა ლულების კონსტრუქციაში ამოშუსტვა, დამოკლება, დაფერვის გაკეთება. ამოშუსტვა, მოდი ხაზი გაუსვათ, შეიძლება არ იცოდეს მაყურებელმა რას ნიშნავს რა და ლულის შიდა არხის მექანიკური დამუშავება, განახლება. დიახ. ასევე მოიაზრება ამოშუსტვაში რაიბერის შეტარება და თქვა ძველ ტოპებში მაგალითად ხშირად იყო ხოლმე, რომ სავაზნე ტოპებში იყო 65 მმ, ახალდელი სტანდარტით არის 70-76 მმ. გადააკეთებდნენ ხოლმე 65-იანს, გადააკეთებდნენ ხოლმე 70-იან და 76-იან, რომ თანამედროვე ვაზნები უფლიყო მიღებული ამ სავაზნეს. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე მეგობრებო, რომ თუ კი სიტყვაზე ლულას აწერია თავისი წონა, კონდახს იმას, ზოგადად იარაღის წონა რომ ქარხნულად უკვე ცნობილი არის, ხო, იქ ჩარევა როგორც კი მოხდება და ამ იარაღის ფასი ნახევდება. რა თქმა უნდა. წონა გაცილებით კიდევ უფრო დაბლა ვარდება. ხო და ექსპერტები და იარაღის წოდნეები უბრალოდ აგეწონიან ლულას და გეტყვიან, რომ ეს ლულა ავთენტური არ არის, ეს ლულაში არის ჩარევა. სხვა რაღაცებიც ემჩნევა, ახლა ბაგაზზე დავიწყოთ საუბარი ძალიან შორსაუბრად, მაგრამ ერთ-ერთი ფრედი ყველა სეკრეტებს ვერ გეტყვი. დიდი ფული ღირს ეს. არა, მაინც მინდა რომ ერთ ჩავერიო, რომ ამოვშუსტოთ. არ განახევრდება ამის ფასი, ბიჭო, ნამეტანი ძვირი არ არის. მე როცა ვუცხში. რომ ამოვშუსტოთ. ფასი გითხარი რა. ეს ლულები ამოშუსტო დაირღვევა ლულიში და ბალისტიკა. ანუ ქარხნულიდან განსხვავებით იქნება რადიკალურად განსხვავებული შიდა ბალისტიკით და ანუ სალამი. მოგესალმებით. გადაღება გვაქვს, მობძანდით გადაგიღებთ. გადაღება გვაქვს მეთქი, მობძანდით გადაგიღებთ. არა, მე არ მინდა გადაღება. კარგით, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ ეს ნებართვით. ირაკლი, კარგი რა, კი ესეთი ამბავი არის და მე ვხედავ, რომ ჩვენს მაღაზიაში ქალბატონები შემოდიან, რომლებიც ნუ უბრალოდ ერიდებიან კამერასთან ურთიერთობას, მე ეს მახარებს, მაგრამ მე ცოტა მძაბავს ამისი ფასი, მე ისევ ფასს მინდა დაუბრუნდე. გეღოწები ხმამაღლა თქვი ამის ფასი. 24700 ქართულ ეროვნული ლარი. წარმოგიდგენია ტრაპასია აქ, მაგრამ საახალწლოდ შეგიძლიათ რომ ფრედის აჩუქოთ, მაგალითად მეგობრებმა შეუმგროვოთ ფული, ხო ფრედი? როგორ იყო დაბადების დღე, როდის მაქო? ცოტა გამიჭირდება საძირფას აჩუქის მიღება, ძალიან დავალებულად ვიგრძნობ თავს მე და მოკლედ ახლა ლირიული გადაფხვევები და იუმორის და შორს და ახლა მივხვდები იმას, რომ ჩვენი მეგობრები არიან იუმორის და ხშირად ვიყვარს მოკლედ, მაგრამ ტოპს გავაგზავნოთ ხო ჯობია. კაი. ბევრი რაღაცები მოხს ელაპარაკო და დიდი ვიდეო გამოგივა. მართლა მაშინ შეამოკლე. მოკლედ. როგორც თქვი, ლულების სიგრძეა 71 სანტიმეტრი, სამიზნე თამასა არის 8 მმ-იანი, ვენტილირებადი შუა გადამით არის ლულების შეერთების ადგილია ვენტილირებადი. ინტენსიური სრული დოზის გაგრილება მოხდეს თანაბრად და ადვილად. ლულები ამ შემთხვევაში შემომავლენ, ეხლა შენ დააკვირდი და მიმოქცევდი ყურადღება, ეს რანაირი ლულებია. ხო, რაღაცნაირად ვიზუალურად სხვანაირი არის. ხო, დაფარული აქვს, ქარხნულად დაფარულია სპეციალურად რო არ დაზიანდეს. სპეციალური ესეთი ცელოფანებით ლამინირებულია ცელოფანით. ლამინირებულია მოკლედ რა, მე მოხსნით ამას, მაგრამ ვინც შეიძლება და ბედნიერება გექნება თამის. მაგრამ ახლა დაფარულია 21 ნაკაცრებისგან და ისეთ რა. გარდა ამისა, განსხვავებული ხო, სელექტორული სისტემა გვაქვს, ერთი სასახლეზე გვაქვს და ნახე სასახლეთი როგორი საინტერესოა. გარდა იმისა, რომ რეგულირდება სირბილე, შეგვიძლია რომ ვარეგულიროთ ზომა სასახლეთის ბორთიდან, კონდა ხანდა. ანუ სასახლეთი შეგვიძლია გავწიოთ და გამოვწიოთ წინ ან უკან. ვა, მართლა საინტერესო არის. ამ მოდელს მოყვება მეორე სასახლეთიც, რომელსაც ვაჩვენებთ მე კიდე. უფრო პატარა ზომის, რომელიც უფრო მოსარგები იქნება, ხედავ რომ მოიერებთ რა. ვა. კიდე ეს მოდელი აღჭურვილია კიდე. ესეთი საინტერესო რაღაცების დააკვირდი აქ როგორი ჯანჯაკი აქვს. ანუ ეს არის ძალოვანი მხრები, რომლებიც გამორიცხავენ იარაღის მორყევას. მოიხსენებათ რომ იარაღი დაკიდების სისტემით არის ბოსუდვარდის დაკიდების სისტემით და აი ეს ჩამკრიტი კბილი, რომელიც აი ამ კალაპოტში იმალება, შეგვიძლია რომ შევცვალოთ. გაცვლითი შემთხვევაში შეგვიძლია მოვხსნათ და
ახალი ჩავაყენოთ ამ ადგილას და ისევ გამაგრდება თუ ყევა აიღო. 100 წლის მერე რომ მოირყევა, შეგვიძლია მოხსნათ და ახალი ეს ნაწილი ახალი ჩავაყენოთ. აი ნახე ჭიანჭაკი. საინტერესოა ძალიან. კი ბატონო. არ ვიცი GoPro-ში რამდენად ჩანს ეს. ხო, ჩაკეტვის სისტემა ტრადიციული. აი ნახე როგორ იკეტება. პირდაპირ ამაზე სალონ მხრებზეა მიმაგრებული. და რა ქვია ამ სისტემას, რა თქვი? ეს ბერეტას ჩაკეტვის სისტემა, ბერეტა მოიგონა ამ ასეთ ჩაკეტვის წყალობით ლულები კალაპოტში უფრო ღრმად იძირება და კალაპოტი უფრო ვიწრო გამოდის. დიახ. ანუ ეს ადგილი გამოდის უფრო დაბალი. შესაბამისად მორგება უფრო კომფორტული ხდება. გასაგები გახდა. ტოფი არის ბოქსლოკი, თუმცა აღჭურვილი არის ფალშტაფებით, ეგრეთ ფალშტაფებით, რომელიც მორთულია მანქანური გრავირებით და თავის სილამაზეს მატებენ იარაღს. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ტოფი რითი არის აღჭურვილი, რა თქვი? იჟექტორული სისტემა და იჟექტორები. დიახ. ეგრეთ წოდებულია იჟექტორები. გასროლის შემთხვევაში ცარიელ მასალას ამოაღდებს სავსეს. გასაგები გახდა. კარგი, ირაკლი, მე არ შემიძლია არ შევეხო ერთ ძალიან საინტერესო საკითხს. კეისი, ამისი კეისი ჩვენმა ლევანმაც შეაფასა. ლევან, კიდევ ერთხელ მოგესალმები. ხო, ძალიან მოგეწონა. ძალიან მაგარი კეისი არის ავტოანებული ტოფი. ცალკე იმსახურებს ყურადღებას ალბათ, არა? აუცილებლად იმსახურებს და უყურო ერთი ტოფის ფასი მარტო კეისია, თავისი სეკრეტებით და კი ბატონო. ამას ბატონი ფრედი უკეთესად გვაჩვენებს ალბათ. კი ბატონო. ლევანი ჩვენი მეგობარი არის, ხალხო, გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ჩვენი გამომწერები ჩვენთან მეგობრობენ და თქვენც მოგიწოდებთ, არ მოგერიდოთ ჩვენთან მეგობრობა, გამოგვიწოდეთ ხელი და ჩვენც მზად ვართ ჩაგეხუტოთ ყველას. კარგი, იკა, ეს არის ამის კეისი. კეისი, რომელიც არც თუ ისე ციფრული საკეთით აღჭურვილი. არც თუ ისე გამოიყურება, ასე რომ ვთქვათ, დიდად. და საკმაოდ მაღალ ხარისხიანი დაფარვით არის და შიგთავსიც ვარამაგარი აქვს. ციფრული კოდით აღჭურვილი, აქ თვითონია მე რო ეძახი გეთო მაკულატურას, რომელიც არავინ არაფერში არ იყენებს. უბრალოდ იარაღის შესახებ არის. მოყვება. ხო, უსაფრთხოების წესები, ხმალების წესები. ეს ალბათ ლულების დასაბინავებლად, ხო? ეს არის ჩასადები, ასე ვთქვათ, ბილი კეისი, ანუ ლულის შესანახი და კონდახის შესანახი. ტოპრაკები. აქ გვაქვს კონდახის მოსახსნელი კანჩი. ეგ რა შემთხვევაში იხსნება? და კონდახის მორგების დროს საჭირო აუცილებლად კონდახის მორგების დროს. გასაგებია. აქ კონკრეტულად დამატებითი პიჩი, უფრო ეს რისთვის არის საჭირო? კონდახის მორგების, რა თქმა უნდა, არის ანუ სიგზე შეგიძლია და კი ბატონო, და რეგულირება, ხო? კი ბატონო. ბერეტას ფირმის არის, ძალიან მაღალი ხარისხისაა და ძალიან კარგი პიჩია. ის პატარა ხუთი რა არის, აი ეს პატარა. აი ეხლა რო გითხარ სასლატე მოყვება მეთქი. აქ არის სამიზნეები, დიდი კორაც პატარა ზომის, სამიზნე კორა და თვითონ სასლატი. გასაგებია ეს. კი ბატონო, საინტერესოა და ჩოკი რამდენი მოყვება? ჩოკური შევიწროება მოყვება 3. აქვე არის კანჩი, სახრახნისი. სახრახნისი ალბათ მივხვდით, რომ სასხლეტის შეწყვის დროს იქნება საჭირო. და მოყვება თავის ბერეტას რენდირებული სახრახნისი. აი ეს ზეთი არის განკუთვნილი მხოლოდ ჩოკების დასასრულებლად და არა მთლიანი ტოპის. გასაგებია. ანუ შენ იმას იძახი, რომ ჩოკს ანამ დააყენებ, სასურველია რომ აუცილებლად უნდა იყოს დასმასული, კი. გაიპოხოს მანამდე, ხო? აუცილებლად უნდა იყოს შეზეთილი, რომ შემდეგ არ მოხდეს მისი ლულაში, ასე ვთქვათ, ჩააკირვა, ჩამაგრება, ისე რომ ვეღარ მოხსნა მე. გასაგები გახდა. მობილი ჩოკებს რაც შეეხება. რაღაცა გრძელები მეჩვენა. რა თქმა უნდა, 7 სანტიმეტრიანი ჩოკებია და ნახე როგორ განსხვავებული ზომებია. 18 და 6 მილიმეტრი ეს არის გამოჯებესებული ცილინდრი. ოპტიმა ჩოკებია, HP ოპტიმა ჩოკები ქვია ამას. მეორე არის
18 და 6 ისიც ორივე ლულაზური ერთი ზომა ისა გვეყენოს იმ შემთხვევაში. აგები და წაწირო აქ. და 60 იგივე 86-ია რა და ასე ვთქვი ცილინდრულია. ეს არის სკეტისთვის, ეს სკეტი. ეს გამოჯებესებული ცილინდრი. ჭრილები თუ დაინტერესდება ვინმე, ეს არის 4 ჭრილიანი, ეს არის 5 ჭრილიანი. ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქულ თოფებში როგორც გვხვდება ხოლმე ჭრილები, იგივე სინევრებს. ეს ვარსკვლავებითაა მოკლედ, რა ვარსკვლავით აღნიშნე. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. რა კატეგორიის ადამიანებისთვის არის ეს იარაღი განკუთვნილი? სპორტსმენი მონადირეებისთვის. და ფულიანებისთვის არა? სპორტსმენი მონადირეებისთვის და კიდე ხო ფულიანებისთვის რა თქმა უნდა. მე უკვე ავტომატურად მოვიაზრე, იმიტომ რომ ანუ არ გავშვით ხასი რო თქვით არასაცდაობა იქნება მე რაღაც გაშვით ხო რავი. მოკლედ ჩემო მეგობრებო, ამ მაღაზიაში თქვენ ალბათ შეამჩნევით, რომ ძალიან დიდი არჩევანია, თუ ვინმე ყოფილხართ, რა თქმა უნდა, იცნობთ ამ მაღაზიას და ვინც არ ყოფილხართ, მოგიწოდებთ, მობრძანდეთ ლეხ კაჩინსკის 20 ნომერში და ძალიან საინტერესო ეგზემპლიარებს გადააწყდებით. არა მარტო იარაღებს, არამედ რაები გვაქვს კიდე? იარაღის მოვლის საშუალებები, ტანსაცმელი, ზურგჩანთები. ყველაფერი რაც მონადირის გულს გაახარებს, ხალხო, გელოდებით ყველას. კარგი. აქ მონადირული ატმოსფეროა. გეშტოვით. ნახვამდის. ჩვენი არხის მხარდამჭერები.